ნანას რომ გეტყვი გესმოდეს თვალები ძილით გევსოდეს შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მე-14 ავი ბედისწერა ლევან რაზიკაშვილისა. ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება. რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება. წამოგვეწევა სიბერე, მელივით წამოგვარდება. სიკვდილი გზაში გიყელებს, თვალები გავდარდება. მოგიგონებენ შვილები, ზეს შეხედავენ მაღლითა, სოფელში შემოაღამდა, ბინდმა ძაღლივით დაფლითა. ნეტა სიცოცხლის მამგონი, ღმერთი თუ ჯოჯოხეთია, ბევრი სიმწარე მინახავს, ბევრი სხვა გადამხედია. ამ 400 ხევსურის ჩამოსვლა სახელოვან გენერალს მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნდა და თუნც ამჯერად უშუალოდ აღარ იმეორებს ახალგაზრდა დივიზიაზე აღტაცებით ნათქვამს, უნდა გენახათ, რა თავდადებით ეწეოდნენ სამხედრო სამსახურის ჭაპანს და რა სიამოვნებით ემორჩილებოდნენ სამხედრო დისციპლინასო, მაგრამ თავის უღრმეს კმაყოფილებას ამ წარმატებული აქციით იმ მხრივ გამოხატავს, რომ მათ გამორჩენას გარკვეულ ათვლის წერტილად იხსენიებს თხრობისას. თითქმის ამავე დროს სტუდენტებისაგან შესდგა ცალკე ათასეული. ხევსურების თბილისში ჩამოსვლისთანავე მე-300 ვერსზე თავი მოიყარა ფრონტებიდან წამოსულმა 16 ეშელონმა ზარბაზნებითა და ტყვიამ რქვევებით. არსენალის დაცვად დიდ სადარდებელს რომ მოუხსნიდა ქვეყნის ჭირისუფალთ და გულშემატკივართ და კიდევ მორალურად ექნებოდა დიდი გამოძახილი საზოგადოებაში, რომ ყველა წამოწყება თუ მცდელობა მარცხისათვის სულაც არ ყოფილა გამწირული. აგერ ერთს დაედგა თავი, აგერ მეორეს, აგერ მესამის პერსპექტივად საიმედოდ ილანდებოდა. ამ 400-მდე ხევსურში არსენალის ყარაულებად რომ დამდგარან, თავიანთი ერთგულებითა და პატიოსნებით თავი გამოუჩენიათ და დიდი და სასიკეთო ძვრების მაცნედაც მოვლენიან საზოგადოებას სახელმწიფოებრიობის აღდგენით დაგვირგვინებულის ერთი უსათუოდ მიხა ხელაშვილიცაა. გიორგი მაზნიაშვილის მონათხრობის მიხედვით ამას არც თუ ასე დაბეჯითებით ვერ ვიფიქრებდით, არამედ ძალზე ბუნდოვნად თუ ვივარაუდებდით. უფრო ჩვენ სურვილს რომ მოასწავებდა არსენალის დამცველთა შორის ეს ჩინებული პოეტიც გვეხილა, მაგრამ პელაგია ხელაშვილის ცნობები ეჭვსაც აღარ გვიტოვებს, რომ 400 ხევსურიდან ერთის ვინაობა დარწმუნებით შეგვიტყვია. ბარათის ესტრიქონი, მოდი ჩემთან, ნახე, ძალდაუტანებლად ხსნის ამ საიდუმლოს. მარტოდენ ბლაღოჩინთან შეხვედრები, თუნდაც ხშირი, არ იკმარებდა ამ შინაარსის ბარათის მისაწერად.
შეთვლით იქნებ მაშინაც შეეთვალა, მაგრამ ეს ბარათი ის ხომ მიგვახვედრებს, რომ ამ ორ პიროვნებას მარტოდენ ნაცნობობა კი არ აკავშირებს, არამედ რაღაც ერთობლივი საქმეც აღუსრულებიათ. ქაკუცა ჩოლოყაშვილს უკვე გამოუცდია ჭაბუკი და ამჯერადაც დარწმუნებულია, რომ მაშინვე გამოეჩქარება და შეავსებს იმ რგოლს შეფიცულთა შორის, რაც იდუმალად მისთვისაა შერჩეული. სხვა ერთობლივი და მნიშვნელოვანი საქმეც რა უნდა ყოფილიყო, თუ არა გიორგი მაზნიაშვილის დავალებით მოვლა ხევსურეთისა და 400 საიმედო კაცის ჩამოყვანა. იქ უკვე გადაეჯაჭვებოდა ქაკუცა ჩოლოყაშვილისა და მიხა ხელაშვილის სახელები, რასაც მომავალი კიდევ უფრო შეადუღაბებდა. მიხას დიაკვნობა ვითომ ხელს ხომ არ შეუშლიდა იარაღის აღებასა და არსენალის დამცველად გამწესებაში. ეს ცხადია არ არის ხელწამოსაკრავი გარემოება. ტრისტან მახაურიც ამიტომაც ჩაკვირვებია და აკაკის წერილის თორნიკე ერისთავს იშველიებს. აუცილებლობის ჟამს არც სასულიერო პირები მოიდებიან ომში წასვლასო. თუმცა ასე შორსაც რომ არ ვეძიოთ შესაფერისი ნიმუშები, თვითონ მიხა განა მაშინაც დიაკვანი არ არის და სულაც ახალი გადახდილი არ აქვს წირვა მარიამ ღვთისმშობლის სახელზე, როდესაც მაღაროს კარში ჩაქანდება და ლომივით იბრძოლებს. ამასთან შედარებით არსენალის ყარაულობა უწყინარი მოვალეობაა და ქაკუცა ჩოლოყაშვილთან გამოყოლისას დიაკვნობა სულაც რა შეუშლიდა ხელს. შედარებით თორემ გიორგი მაზნიაშვილი როგორ ემადლიერებოდა შალვასაც და ქაკუცასაც. თქვენი გავლენა რომ არა, ეს სუნთქვასავით აუცილებელი აქცია არც მომაფიქრდებოდა, თორემ აღსრულებას ვინ ჩივისო. მაღაროს კარის პოეტურ მატიანეს შექმნიდა მიხა ხელაშვილი. იქ დაბანაკებულ პარტიზანთა რაზმს პურის საჭმელად ჩამსხდართ. თბილისიდან ელვასავით რომ დაატყდებოდა თავს დიდძალი ლაშქარი და თოფის ალშიც გახვევდნენ. თუმცა ისეთ შეუპოვარ წინააღმდეგობას გადააწყდებოდნენ გულად ტალჩადებული ბელადი მკვდარზე შეუყრიდა და საბანდარც დაამსგავსებდათ ღვთის კალთას შეფენილ ბულულებს და არაქვსაც წითლად შეღებავდა, ნადავლს კი შაველებს გადასცემდა. მტრის სიმრავლე რომ აიძულებდა ზემოთ შეჰყოლოდა ხეობას, კვალდაკვალ კი 6 პოლკი ჩადგომოდა ზარბაზანთა ჭექაქუხილით. იოლად ვერც პატრიოტები დარჩებოდნენ შეტაკებასა თუ დევნას და მიხა ხელაშვილი ძველი პოეტივით უკეთებდა გულს მეამბოხეებს. სიკვდილზედ ნუ დაღონდებით, ყველა იქ მიმავალიაო. ერთსა და ორ ლექს არ იკმარებდა და რომ დასცლოდა იქნებ ეპიკურ სიმღერათა მთელი ციკლით შეექმნა. ზეზვა გაფრინდაულის ეპიკური ციკლის არ იყოს ბახტრიონის გმირს, ქაკუცა ჩოლოყაშვილი რომ შეენაცვლებოდა და ახალი მისი ჰეროიკული თავგადასავალი ააფორიაქებდა სმენელთა გულსა და გონებას. რაო, რაღა დროს საგმირო ეპოსი იყო. ვაჟა-ფშაველას დროსაც ეგონათ, რომ საგმირო ეპოსმა კარგახნის წინათ ამოწურა თავი და ტყილუბრალოდ არავინ უნდა ცდილიყო ამ ჟანრის აღდგენასა და ხელახლა შემოტანას სალიტერატურო პროცესში. მაგრამ განა თავდაყირა არ დააყენა ვაჟამ ეს ვითომ და ეჭვშეუვალი თეორიული მტკიცება და მიხა ხელაშვილი საკუთარი გზის გაკვალვას რომ ლამობდა. ამჯერად მოსალოდნელია ვაჟას ეს უჩვეულო მიღწევა გაეზიარებინა და თვითონაც საგმირო ეპოს შესჭიდებოდა.
რა აუცილებელია იმავე ბრწყინვალებისათვის მიეღწია, განა არ კმაროდა დამფასებელნი, რომ უხვად მოეპოვებინა და იქნებ ახალი დროის ჭაბუკს არსენა ოძელაშვილის ეპიკური თავგადასავალით მოგვრილი აღტაცების ნაცვლად მიხა ხელაშვილის ეპიკური ქმნილებით მოგვრილი ძაფრის დაბეჭდილება ჩარჩენოდა ყველაზე შემძვრელად. ქაქუცა, ძმაო, ის მხნე ქაქუცა, ჩვენამდის ძმაო, ზღაპრად მოსულიო. ლაშარელაში მაინც და მაინც ბრმა მეფანდურე რომ ღერის მიხა ხელაშვილის ლექს. გრიგოლ აბაშიძის მზერა შეგნებულად თუ ქვეშეცნეულად ჰომეროსისაკენ ხომ არ არის მიმართული და ეს მოლანდება ხომ არ მიგვანიშნებს, რომ ამ ბრმა მეფანდურის პროტოტიპში რომანისტი ეპიკოს ხედავს. ვისაც შესაძლოა ისევე წარმოესახა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სურათები, როგორც ილიადას შემოენახა ისტორიულად რეალური ამბები და პიროვნებანი და მეფანდურის სიბრმავე წარე დანანების გამოხატვა იყოს. რა იქნებოდა, რომ დასცლოდა შეფიცულთა რაზმის მგოსანსაცო? თუ მშვიდობა იქნაო და გულდაწყვეტით გაიხსენებდა ალექსანდრე სულხანიშვილი 1923 წელს დუშეთის ტყეებში ტრიალისას. მიხა ბელად შინ გაუშვებდა, რომ სთხოვდა დედასა და ნათესავების სანახავად და ისიც ნებას დართავდა. ეს თხოვნა აღმოჩნდებოდა საბედისწერო პოეტი მეამბოხისათვის და მემუარისტი ერთ ორიგინალურ სიტყვასაც იშველიებს მისი დამაჯერებლობისათვის. შუბლის წერაცო. შეფიცულთ რახანია სურდათ დუშეთის მაზრის მილიციის უფროსის ხელში ჩაგდება, როგორც ყველაზე საძაგელი ადამიანის, რომლის თავიდან მოშორებაც აუცილებელი გამხდარიყო. მიხა სოფელში ყოფნისას შეიტყობდა, ის მილიციის უფროსი მგონი სწორედ აკაპირებს სტუმრობას თავისი მილიციელებითო და კიდეც აღტაცდებოდა. საუკეთესო შემთხვევა მეძლევა ბელაც ვასიამოვნოო. გზა შეუკრავს მათთვის და სროლაც აუტეხავს. ორი კაცი კი მოუკლავს, მაგრამ თავიც წაუგია. აბა რა გაუვიდოდა მარტოკას 8 თუ 10 კაცთან. გულდაწყვეტით შენიშნავს მემუარისტი, თუმცა ამ გულდაწყვეტაში ფარული სიამაყეც გამოსჭივის მომხდურთა სიმრავლეს, რომ ვერ შეუკრთია პოეტი მიამბოხე. ხმაზე იქნებ არც დაეჯერებინა ალექსანდრე სულხანიშვილს 8 თუ 10 კაცს არ შეპუებიაო, მაგრამ მიხასაგან არ უკვირს და ამ ბუნების ადამიანის აღსასრული ისედაც ამგვარ ვითარებაში რომ წარმოედგინა აუცილებლად შეტაკებისას. ამიტომაც აღარ დაუწყებდა შემოწმებას ამ ვერსიას. ნეტა რეალურია თუ უშიშროების სამსახურის მიერ შეთხზულიო. იქნებ შეეცადა კიდეც დაზუსტებას, მაგრამ სხვა ვერაფერი გამოარკვია და ამიტომაც ისე ჩაერთო ეს ეპიზოდი თხრობაში, როგორც უთხოვარი გადმოცემა. არადა ჯერ ისედაც რა სიცოცხლე ერგო მიხა ხელაშვილს. მემუარისტი იმასაც რომ შეუმოკლებდა უნებურად და აგვისტო-სექტემბრის გამოსვლამდეც არ მიაღწევინებდა, არამც თუ კიდევ რამდენიმე თვის სიცოცხლეც არ დაეშურებინა. მიხა აღარ გაჰყვებოდა ბელაც უცხოობაში. მაინც აქ ამჯობინებდა დარჩენასა და ყოველ წუთს მოსალოდნელი სიკვდილისათვის თვალებში მზერას. ლევან ხალაზურთან ერთად შირაკსა და
ცივ გომბორ შეაფარებდა თავს და იქნებ კახეთში უფრო საიმედოდაც ყოფილიყო, მაგრამ უცნაურად აუწეწდა სულს შავის მონატრება, ისეთი განცდა გაუჩნდებოდა, ცოტა ხანს ჩარგალში თუ არ ამოვისუნთქე, ძალიან გამიძნელდება არსებობაო. ბედის წერა ეწეოდა და ვერცის წაუვიდოდა ვერსად მის ანდამაც. ნეტა არსენასავით მასაც სიზმარი რომ არ ენახა, თითქოს ისიც სისხლით იღებავდა წვერს და ეს ხილვა ანიშნებდა, ვერ დაესწრები აღდგომას, ვერ დაიჭერ წითელ კვერცხსაო, ვერ დავესწრები და ნუ დავესწრები, რა კიღა ზეცას ასე განუჩენიაო. იქნებ რაღაც ამგვარიც გაიფიქრა და სინანულის ღიმილით შეხიმა არსენა ოძელაშვილის აჩრდილს. თუ ძალით არავინ მომკლავს, მეც ნებით გამოვიჭრი ყელსაო. ეს ხილვები იქნებ სრულიად დაშორებია მიხას რეალურ განცდებს და მაშ რაღა მრჩის, რატომ გადმომაქვს არსენას ლექსის ეს ტრიქონები მიხას ბიოგრაფიაში. ჩარგალში თავშეფარებულს ლუკა მარცვალაშვილი რომ მიაკითხავდა, მეგობრობას გამოუცხადებდა და ერთხელაც მიხას წვერის გაპარსვასაც ისითავებდა. ლექსო ამოგთქომ ოხეროს შემოქმედი, უეცრად ისეთ რამეს ეტყოდა, საგონებელში ჩააგდებდა და ცრემლსაც აფრქვევინებდა. რაღა სხვას დარჩეს, ჩემი მკვლელობისათვის მთავრობის დაწესებული ჯილდო. შენზე უფრო ალალია, აი ახლა შეგიძლია სამართებელი ხელში გამომისვა და მომკლა. ვითომ ძალიან შორსაა ეს ფრაზა მესტვირის მიერ წარმოსახული განწყობილებისაგან. თუ არსენას ძალით არავინ მოკლავდა, მზად რომ იყო, ნებით გამოეჭრა ყელი. თუ სწორედაც ერთსა და იმავე განცდებს შეუპყრია ეპოსის გმირიც და პოეტი მიამბოხეც. ეგაა გამოთქმით გამოთქმულა ცოტა სხვაგვარად. აი ახლა შეგიძლია სამართებელი ხელშიო. უბიძგებს და ეგ არის. თანაც ეტყობა ღვთიური შთაგონებით ამოუცვნია თავისი მკვლელობის მომავალი მონაწილე, ვისაც ეს სიტყვები იმ წუთას სამართებელს გააგდებინებდა ხელიდან და ისე აატირებდა, იქნებ წამიერად კიდეც დაეჯერა, მიხას ავს როგორ შევამთხვევო, მაგას როგორ ვიზამ, ძმასავით მიყვარხარ, შენ რომ ჩოხა მაჩუქე, იმისთანა საჩუქარი ძმას არ მოუწია ჩემთვისო. ფრიდრიხ შილერის ყაჩაღების ფინალი წამოგიტივტივდება თუნებურად. რაღა სხვას დარჩესო. კარლ მოორი მაინც განწირულია, ადრე თუ გვიან ვერ გადაურჩება ჩასაფრებული მკვლელის ტყვიას. მას კი ყველასათვის არ ემეტება ის ფულადი ჯილდო, რაც მისი მოკლისა თუ შეპყრობისათვის დაუწესებია მთავრობას და ამიტომაც გადაწყვეტს მონახოს იმ მხარეში ყველაზე ღატაკი ადამიანი, იმას ჩაბარდეს და მას აშოვნინოს ის ფული, იქნებ ცოტა სული მოითქვასო. მიხას ახლობლისათვის გაემეტებოდა იარაღით, სამსახურით, 100 მანეთით და ყოველგვარი გადასახადისაგან განთავისუფლებაც, რასაც მთავრობა იყო შეპირებული ტყეში გასული პოეტის მოკლისა თუ შეპყრობისათვის. ისეთი მტკიცე გადაწყვეტილებით დაადგებოდა კარლ მოორი გზას ყველაზე ღატაკი ადამიანის საპოვნელად, ტრაგედიის ფინალს ღიას ვეღარც კი უწოდებ და თვალდათვალ ხედავ თუ როგორ გაუკოჭავს იმ უპოვარს, იმ მხარეში
შიშის ზარდამცემი ყაჩაღი და პოლიციისათვის ჩასაბარებლად მიხავს. ლუკა მარცვალაშვილს თავისი ხელით არ დაუხლია ტყვია საბძელში მძინარე მიხასათვის, თუმცა ისიც ზეწადგომოდა იარაღ მომარჯვებული და აცლიდა ლევან გარსევანიშვილს, შუბლი გაეხრიტა მიამბოხე პოეტისათვის, რომელიც ვინ იცის, სწორედ იმ წუთას შეხურებდა ზმანებაში საკუთარ თავს თუ როგორ იღებავდა სისხლში წვერს. მკვლელი მაშინვე ვახტანგ რაზიკაშვილთან გაჩქარდებოდა. ასე მოხდა და ასე და მილიცია შეატყობინეო. იმას უკვე ჰქონდა შეტყობინების გამოცდილება და არც ამჯერად დაიზარებდა. მილიცია კი მომავალ ვერსიას შეიმუშავებდა. აბა მათთვის რა თავგამოჩენა იყო თუ მეგობრობის ფიცილით ენა გათხელებულ ადამიანებს მოეღოთ ბოლო მიხასათვის, მით უმეტეს მძინარესათვის. უჯობდათ რომ თავიანთ მოკლულად გაესაღებინათ, თანაც ფიცხელი შეტაკებისას. და მილიციელთა გუნდი საბძელს რომ შემოერკალებოდა, ისეთ სროლას ასტეხდა, თითქოს შვაგული ომიაო, შორს მიწუდებოდა ტყვიების ფუხილი, ის დაყრილი ხმაც მიმოივლიდა იქაურობას და შორსაც გადასწუდებოდა, მაგრამ ცრუ საბურველი ისე რიგად ვერ გადაფარავდა რეალობას, რომ ყალბ ვერსიას საბოლოოდ შეენაცვლებინა მომხდარი. ისე იმ დაყრილი ხმებისა და ყალბი ვერსიის შეთხზვის გავლენით უნდა იყოს ალექსანდრე სულხანიშვილის თხრობისას ორმხრივ სროლაში დაღუპული მიამბოხის სახება რომ გაიელვებს მიხა ხელაშვილის ბიოგრაფიის ტრაგიკულ ეპიზოდად. ზეპირ სიტყვიერება მაინც შემოგვინახავდა სამდო გადმოცემას და მიხას ქალიშვილი თამარი კიდეც დაარწმუნებდა მკითხველს მის ერთადერთობაში. ზოგადი სურათი ეს არის, ცალკეული დეტალები როგორც უნდა შეივსოს თუ დაზუსტდესო. ეს ის თამარი, რომლის ხილვასაც მამა ჭოგრიტით თუ ახერხებდა, ისედაც არასვენებდნენ ჩეკელები ქაკუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის ოჯახს და ბევრჯერაც მისჭრიან და რომ შეეტყოთ, ერთხელ მაინც მოუნახულებია ცოლშვილიო, მაშინ რაღაც დამართებდნენ, ქალს მოერიდებოდნენ თუ ბავშვს. გავეცალოთ აქაურობასო, უმეორებდა ლევან ხავაზური. მიხა პირდებოდა, მაგრამ ბოლო წუთს ყოველთვის რაღაცას იმიზეზებდა და გადასდებდა ხოლმე. გაბეზრდებოდა თანამებრძოლი და კახეთისკენ იზამდა პირს მიხას მოლოდინში. აი ახლა გამოხვება ჩემ კვალს და აი ახლაო. ის ისევ ჩარგლის მიდამოებში დაწრიალებდა. ჭოგრით მომარჯვებული, არც ცოლშვილი ეთმობოდა, არც ის მხარე. კიდევ როდისხამ მომიწევს აქ ამოსვლაო და იოტისოდენა საბაბი ჩნდებოდა თუ არა, ხვალად შეიძლება აქაურობის დატოვებაო. იმ საბაბს ისე ებღაუჭებოდა, თითქოს და ამაზე ჰკიდია მისი სიცოცხლეო. დაწრიალებდა ათასგვარ სინანულში, ამ სინანულ გამორეულიც. კერი არ შემხვდა მტრისფერი, ვარ უბედური დღისაო. ამდენი მტერი გეხვიოს გარს და შენი შესაფერისი არც ერთი. მძაფრი ტრაგიკომიზმით გაჟღენთილი სტრიქონებია, რომელთა თავისებური ფარდიც
დავით კლდიაშვილის ფრაზა თუ იქნება. ეს კაცები სწორედ შეეწოდებოდნენ ადამიანს, რომ თვით ამბავი სასაცილო არ იყოსო. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია.